25 იანვარს MMA-ს გომაგებს UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დაპირისპირება გელით. ორი გზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში და მოქმედი UFC-ს ჩემპიონი 71 კილოგრამში ქალი მებრძოლი კაილა ჰარისონი დაუპირისპირდება ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლს ამანდა ნუნეს. დღეს ჩვენ ორივე ამ ქალ მებრძოლს გავიცნობთ, გავიგებთ თუ როგორ მოხდნენ MMA-ში, ვნახავთ მათ ყველა სასტიკ ბრძოლას და ბოლოს გამოვიტანთ განაჩენს. იქამდე კი დააჭირე ლაიქს, გამოიწერე არხი, ამით შენ ძალიან მაგრად ეხმარები არხს განვითარებაში, მე კიდევ მეტ მოტივაციას მაძლევ შევქმნა ანალოგიური ვიდეოები. ეხლა კი მოდით გავიცნოთ პირველ რიგში კაილა ჰარისონი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, რომელიც სულ ახლახანს შემოვარდა ქარიშხალივით UFC-ში, გადათელა მთელი ამ სპორტის ლეგენდები და მალევე გახდა UFC-ს ჩემპიონი. კაილა ჰარისონი დაიბადა 1990 წლის 2 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ მიდლტაუნში. ამერიკელი ძიუდოისტი იყო დაბადებული ჩემპიონობისთვის. თავიდან მას ავარჯიშებდა დედა, რომელიც იყო ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი. 6 წლის ასაკში კი დედამშვილი მიიყვანა ძიუდოს მწვრთნელთან, დენიელ დოილთან, გოგონამ ეგრევე გამოავლინა თავი და 15 წლამდე თითქმის ყველა შეჯიბრი მოიგო. როდესაც ჰარისონს შეუსრულდა 15 წელი, გაირკვა საზარელი ამბავი. თურმე რამოდენიმე წლის განმავლობაში მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა საკუთარი მწვრთნელი, დენიელ დოილი, რომელიც გოგონას 6 წლიდან ავარჯიშებდა. როგორც გაირკვა, მწვრთნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა და აშინებდა ბავშვს, თუმცა ერთი დღე ამის შესახებ ჰარისონმა თავის მეგობარს და თანაგუნდელ ბიჭს, არონ ჰენდის უამბო. ის შეწუხებული მეგობარი გოგონას დედას შეხვდება და უამბობს სიმართლეს. რა თქმა უნდა, დედის რეაქცია იყო დაუყოვნებლივი. დენიელ დოილის სამართალდამცავებმა იმ დღესვე დააკავეს, მან დანაშაული ეგრევე აღიარა და სასამართლო მწვრთნელს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ამბიდან გამომდინარე გოგონა ჩავარდა დეპრესიაში და თავის მოკლასაც კი ცდილობდა, თუმცა დედამ ის საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადაიყვანა. 15 წლისთვის კაილა უკვე ტიტულოვანი ბავშვი იყო. დედას არ უნდოდა ამ ტალანტის ტყუილად გახარჯვა და მიიყვანა შვილი სავარჯიშოთ ორი გზის ოლიმპიურ პრიზიორთან ჯიმი პედროსთან, რომელიც ამზადებდა სპორტსმენებს მამასთან ერთად. როგორც მწვრთნელები იხსენებენ, ჰარისონი ძალიან შრომის მოყვარე და დისციპლინირებული ბავშვი იყო. ის არასდროს ნებდებოდა, ყოველდღე ვარჯიშობდა და მუშაობდა საკუთარი მენტალური მდგომარეობის განვითარებაზე. დრო გადიოდა, კაილა იზრდებოდა მისი შედეგებით სპორტში. 22 წლისთვის ჰარისონს ისეთი შთამბეჭდავი რეზიუმე ჰქონდა, რომ ის გახდა ნაკრების ნომერ 1 მოჭიდავე და 2012 წელს გამოვიდა ლონდონის ოლიმპიადაზე, სადაც გაიმარჯვა და გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ძიუდოში ოქრო მოიპოვა. ამის მერე 4 წლის განმავლობაში ჰარისონმა უამრავი ტურნირი მოიგო, ან მოიპოვა საპრიზო ადგილები. დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატებით, დამთავრებული პანამერიკული თამაშებით. 2016 წელს კაილამ კიდევ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაზე, მან რიოში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გახდა ორი გზის ოლიმპიური ჩემპიონი. ასეთი რამ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში არც კაილამდე გაუკეთებია ვინმეს და არც მის მერე. აი ასეთი მძიმე ბავშვობა ჰქონდა ჰარისონს და წარმოიდგინეთ ამ ყველაფრის მერე ის დაბრუნდა სპორტში, გახდა ორი გზის ოლიმპიური ჩემპიონი, თავის გზაზე გადაუარა სუყველას და დაისახა ახალი მიზანი. ახალი მიზანი კი იყო მსოფლიო ჩემპიონობა MMA-ში. სანამ განვიხილავთ კაილას კარიერას MMA-ში, მოდით ჯერ გადავხედოთ ამანდა ნუნესის ბიოგრაფიას. ამანდა ნუნესი დაიბადა 1988 წელს ბრაზილიაში ქალაქ სალვადორში. ამანდას მშობლები მალევე დაშორდნენ ერთმანეთს, ამიტომ დედას უწევდა ბევრი მუშაობა ფიზიკურად, რომ გამოეკვება 3 ქალიშვილი. როგორც მომავალი ლეგენდა ინტერვიუში იძახის, დედამისი იყო ძალიან მკაცრი და დისციპლინირებული ქალი, რომელიც იყო ყოფილი მოკრივე და ბავშვობიდანვე ასწავლიდა ქალიშვილებს საბაზისო თავდაცვას. ნუნესი 7 წლიდან აქტიურად იყო დაკავებული სპორტით. თავი და გოგონა ვარჯიშობდა ფეხბურთზე და კარატეზე. მერე იყო კრივი, სადაც ამანდა ძალიან სწრაფად პროგრესირებდა და ბოლოს მან მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება მთლიანად დაეთმო დრო MMA-ისთვის. მომავალი ჩემპიონი ხვდებოდა, რომ პარტერის გარეშე MMA წარმოუდგენელია და ამიტომ მან ვარჯიშებს დაუმატა ჯიუ-ჯიტსუ. ამანდა ამ სპორტის სახეობაში მოკლე ვადებში დიდ პროგრესს მიაღწია. მოიგო რამოდენიმე სერიოზული ტურნირი ჯიუ-ჯიტსუში და თავის ძალებში დარწმუნებული 20 წლის ასაკში ადგილობრივ პრომოუშენში გავიდა თავის პირველ პროფესიონალურ შეჯიბრზე MMA-ში. ნუნესმა თავისი პირველი შეხვედრა
აქტიური დარტყმების კომბინაციით დაიწყო, თუმცა 35 წამზე არმბარზე მოყვა და დამარცხდა. ბევრი ბრაზილიელის ადგილზე დაასრულებდა კარიერას, თუმცა ის გაათმაგებული მოტივაციით დაუბრუნდა დარბაზს და ფაქტიურად დარბაზში ცხოვრობდა. ამან დარბაზიდან მართლა არ გამოდიოდა, ის ვარჯიშობდა, იქ მუშაობდა ინსტრუქტორად და ჰქონდა პატარა ოთახი, სადაც იძინებდა. მწვრთნელმა მას ასეთი თავდადებისთვის ლომი შეარქვა და ეს ფსევდონიმი ნუნეს დღემდე მოყვება. 4 თვეში ზულომა კიდევ ერთხელ მოსინჯა თავი MMA-ში, ოღონდ ამჯერად ის იყო სულ სხვა ადამიანი. ნუნესმა 11 წამში გაანადგურა თავისი მეტოქე და გაიფორმა თავისი პირველი გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. ამ გამარჯვების მერე ნუნესმა კიდევ 4 შეხვედრა ზედიზედ მოიგო ადგილობრივ პრომოუშენში და რაც თავარია, ყველა ბრძოლა მან ნოკაუტით მოიგო. 2011 წელს გააფორმა კონტრაქტი Strikeforce-თან, მაგ დროისათვის Strikeforce იყო ყველაზე მაგარი პრომოუშენი ქალებისთვის. ჩვენი გადაცემის გმირ Strikeforce-ში დაუპირისპირდა კანადელი სპორტსმენი ჯულია ბადი. სხვათა შორის ეს მებრძოლი ბელატორის ჩემპიონი გახდება მომავალში და თავისი ტიტულის დაცვას 3-ჯერ მოახერხებს. რაც შეეხება თვითონ ბრძოლას, ეს შეხვედრა ამანდამ ზუსტად 14 წამში დაასრულა. თავისი მეტოქე ჯებით დაანოკდაუნა და მიწაზე სასტიკად ჩაქოლა. შემდეგ იყო ალექსის დევისი. კი, ნუნესი აქტიური იყო და კარგად ბრძოლობდა, მაგრამ ვერ გაუქაჩა საბოლოო ჯამში ამ მებრძოლს. დევისმა გადაიყვანა ის პარტერში და მიწაზე იდაყვებით ჩაქოლა. ჩანდა, რომ ნუნეს ჰქონდა რაღაცა პატარა პრობლემები ჭიდაობასთან დაკავშირებით და აი შემდეგი ეტაპი არის მისი მომზადება სწორედ რომ ჭიდაობაში. 2012 წელს ამანდამ თავისი მორიგი შეხვედრა ინვექტას ორგანიზაციაში ჩაატარა. მან თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში შეჭამა. ეს იყო მახრჩობელა, რომელმაც ოპონენტი ღრმა ძილში გაუშვა. შემდეგ ბრძოლაში ლეონესამ საჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა და აი ამის მერე მან გააფორმა კონტრაქტი UFC-სთან, სადაც ქვაზე არ დატოვა, გადაუარა სულ ყველას, გახდა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი, 11-ჯერ მოიხვია წელზე ქამარი, მაგრამ სანამ ამას განვიხილავთ, მოდით შევხედოთ, როგორ მოხდა კაილა ჰარისონი UFC-ში. ამანდასგან განსხვავებით კაილამ თავისი კარიერა ეგრევე პრესტიჟულ ორგანიზაციაში დაიწყო. რა თქმა უნდა, 2 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ნებისმიერი პრომოუშენი გაუღებდა კარს. ამიტომ მან თავისი კარიერა PFL-ის ორგანიზაციაში დაიწყო 2018 წელს 28 წლის ასაკში. პირველი, ვისაც არ გაუმართლა, იყო ბრიტნი ელკინი. ოლიმპიურ ჩემპიონმა ის დაშალა მარტივ მომრავლებლად, მაგრამ ცემა პარტერში და მესამე წუთზე ამოგლიჯა ხელი არმბარით. ორთვეში კაილა ბევრად გამოცდილ მეტოქეს შეხვდა. ჟოზეთ კოტონი მაგ მომენტისათვის პროფესიონალებში მოდიოდა 8 გამარჯვებით და მხოლოდ 1 მარცხით. რა თქმა უნდა, ოლიმპიელი პარტერში იმუშავებდა და ასეც მოხდა. მან თავისი მეტოქე უშანსოდ დატოვა. ეს შეხვედრა 3 რაუნდს გრძელდებოდა და 3-ვე რაუნდში კაილა მიწაზე დომინირებდა. მან პარტერში იმდენი ურტყა ჟოზეთს, რომ საჯმა გააჩერა შეხვედრა და აი ასე ოლიმპიელმა თავის კარიერაში პირველად მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. Harrison 98 total strikes now with 1 round to go, and then at the end of the second round, fellas. Kayla continues to laying out the back door. Josette teeing off. It is all over. She is golden again. 2019 წელი ოლიმპიურ ჩემპიონმა მორიელ ჩერნესკისთან შერკინებით დაიწყო. კაილამ თავისი მეტოქე პირველივე წამებზე იპონზე გაშალა, სასტიკად დაამუშავა პარტერში, ააყენა, კიდევ ერთხელ დააჭედა მიწაზე და ბოლოს სასტიკად ჩაქოლა. კიდევ ერთი ტექნიკური ნოკაუტი და ზედიზედ მესამე გამარჯვება ფინიშით. And that is it. Kim McDonald. შემდეგი იყო ბრაზილიელი ვალკირია ლარისა პაჩეკო, რომლის რეკორდი იმ მომენტისათვის იყო 11 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი. ბრაზილიელი უნივერსალური სპორტსმენი იყო, რომელიც თავის მეტოქეებს აფინიშებდა როგორც მიწაზე, ასევე დგომში. მოკლედ, კაილას კარიერაში ყველაზე საშიში მეტოქე. იმის მიუხედავად, რომ კაილამ ეს შეხვედრა ფინიშის გარეშე დაასრულა, ის მაინც აღემატებოდა თავის მეტოქეს. 3 რაუნდის განმავლობაში ჰარისონი არ ჩერდებოდა, მუდმივად ცდილობდა მეტოქის დაფინიშებას ილეთით და ბრუტალურად აჩაქუჩებდა ბრაზილიელს
თითბეტს Grand and Pound-ში. ეს იყო კაილას პირველი გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით, მომავალში გოგოები ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვდებიან და რაც თავარია, ორჯერვე სატიტულო შერკინებით. Women's lightweights. She looks like she's going to finish the single. Big rolls to her belly. Thinks better of it. Gets caught in a couple of these exchanges, Randy. Well, she lands nice. Harrison takes the back to finish this fight. Back at ჰარისონის შემდეგი მსხვერპლი იყო ამერიკელი სპორტსმენი მორგან ფრაიერი. ოლიმპიელმა თავისი მეტოქე ტრადიციულად პირველივე წამებზე გადაიყვანა პარტერში, სადაც დაუნდობლად დალეწა და ბოლოს ხელზე მტკივნეული ილეთით დააფინიშა. decision win. She was unsatisfied. Fryer holding on to the neck here. Didn't have to punches like that. And the left hand. Fryer turning into it. Fryer tapped. Too much for Morgan Fryer. Kayla Harrison with the first round finish. Your winner, Kayla Harrison! შემდეგი იყო კანადელი მებრძოლი ბობი ჯო დეილი, პროფესიონალი კიკბოქსერი, რომლის რეკორდიც MMA-ში იყო 3 გამარჯვება და 1 მარცხი. ეს იყო ჰარისონის ზედიზედ მეოთხე შეხვედრა 2019 წელს. მან ეს მებრძოლიც დაღეჭა პირველივე რაუნდში და მოიპოვა გამარჯვება ულამაზესი არმბარით. წლის 1 იანვარს ჰარისონის სარევანშო ბრძოლით მეორეჯერ შეხვდა ლარისა პაჩეკოს. ბრაზილიელმა ოლიმპიელთან მარცხის მერე ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო და მოიპოვა რევანშის უფლება. ეს შერკინება ორივე სპორტსმენისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კონზე იყო PFL-ის ტიტული 70 კილოგრამში. ოქტაგონზე ყველაფერი განმეორდა. ჰარისონი 5 რაუნდის განმავლობაში უკონკურენტოდ დომინირებდა პარტერში, მან გაანადგურა თავისი ოპონენტი დიდი ანგარიშით და გახდა ორგანიზაციის პირველი ჩემპიონი ქალი. ტიტული მას თვით მაიკ ტაისონმა გადასცა. ორგანიზაციამ კი $1 მილიონ ჩეკი გამოუწერა. ეს იყო ჰარისონის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მარცხის გარეშე და აი ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო. Kayla Harrison! Oh my God, Mike Tyson's giving me my belt. ტიტულის მოპოვების შემდეგ ჩემპიონმა ერთჯერადად ბრძოლა გამართა ინვექტას ორგანიზაციაში, სადაც შეხვდა კორტნი კინგს. კაილამ თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში გაანადგურა პარტერში. მან Grand and Pound-ში შუბლი გადაუხსნა კორტნის და სისხლით მორწყა მთელი ოქტაგონი. ალბათ საჩეს სადიზმი პირველივე რაუნდში უნდა გაეჩერებინა, მაგრამ მან კორტნის კიდევ ერთი შანსი მისცა. Elbow at Marcelo Silva taking a look at that cut. But the line Foot distance. It's over. Keep that elbow exactly for how you line out here, arm right up. And the arm here for Kayla Harrison. The stoppage may not be coming here, guys. Really turned in by Kayla Harrison. The cut man will განადგურებული კორტის დაფინიშება მეორე რაუნდში დროის ამბავი იყო. ჰარისონმა ის პირველივე წამებზე ტრადიციულად მიწაზე გადაიყვანა და გააგზელა მისი დაჩაქუჩება გასისხლამდე. მან ისე მაგრაცემა ოპონენტი, რომ სადისტ მსაჯსაც კი შეეცოდა კორტნი და გააჩერა შეხვედრა. Harrison came, she put on the finishing touch. Touch over 10 seconds. That's a wrap, baby. 2021 წლის 7 მაისს ჰარისონი დაუბრუნდა PFL-ს ჩემპიონის სტატუსში და შეხვდა ოქტაგონში ბრაზილიელ სპორტსმენს მარიანა მორაისს. ოლიმპიელმა წუთი და 23 წამში გაასწორა მიწასთან თავისი მეტოქე და ტრადიციულად პარტერში ჩაქოლვით მოიპოვა თავისი ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მარცხის გარეშე. Harrison not relenting, not letting up. The right hand coming down like a piston. And now the left. Oakland asking for more action, and that's enough. 90 seconds in. Kayla Harrison! შემდეგი ამავე წელს ვინც ვერ გასცდა პირველ რაუნდს იყო სინდი დენდოისი. რეკორდით 16 გამარჯვება და 6 მარცხი. კაილამ არ უღალატა ტრადიციებს, მან პირველივე წამებზე გადაიყვანა სინდი მიწაზე, მაგრად დალეწა პარტერში და ბოლოს არმბარით დააფინიშა ის. ჰარისონმა ისე დაუზიანა დენდოის ხელი, რომ ამ შეხვედრის მერე სპორტსმენმა კარიერაც კი დაასრულა. There it is. Back on it. As Dan Wall walks out, she actually gives Kayla the space. And there is the Number 2 seed in the 2021 PFL playoffs, Kayla Harrison!
შემდეგი ვისაც დააჯდა სიკვდილის ბუზი იყო ჟენა ფებიენი. სხვათა შორის ამ შეხვედრას თვალს ადევნებდა ამანდა ნუნესი, რომელიც მაგ დროისათვის UFC-ში ბაბანებდა და ჰქონდა 7 კამრის დაცვა. რა თქმა უნდა, ჰარისონმა ეს ოპონენტიც მიწაზე გაანადგურა და პირველივე რაუნდში სასტიკად ჩაქოლა თავისი მომავალი მეტოქის თვალწინ. Four left hands from the top. Full high mount now. Can't get her hips back down to the ground. Flattens out Jenna Fabian. Referee stepping in close. Jenna Fabian in big trouble here. That will be enough. 1 minute left in the first round, and Kayla Harrison! 2021 წლის 28 ოქტომბერს კაილას სატიტულო ბრძოლით შეხვდა ტეილორ გვარდადოს. ტეილორი პრომოუშენში ახალი სახე იყო, რომელმაც 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 3-ვეში გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მას არ გაუმართლა, რადგან ის დაეჯახა ტყვია გაუმტარ ჰარისონს, რომელსაც მარცხი არ უნახია და მოდიოდა ზედიზედ 11 გამარჯვებით. მართალია კაილამ თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში ვერ დააფინიშა, თუმცა დომინირებდა ცალმხრივად, უკეთესი იყო დგომში, გააფორმა ულამაზესი გდება და რა თქმა უნდა პარტერში იყო შეუდარებელი. მეორე რაუნდი ჰარისონმა დაიწყო ეფექტურად დგომში ბრძოლით, რის მერეც როგორც ყოველთვის გადაიყვანა შეხვედრა პირველ სართულზე, სადაც ტრადიციულად დალეცა თავისი მეტოქე და ბოლოს დაასრულა შეხვედრა ხელზე მტკივნეულით. ეს იყო კაილას მე-12 გამარჯვება, ჩემპიონობა, კიდევ ერთი კამარი და ბონუსად $1,000,000. Nice defense so far, Martina Gargano. There it is, and there's the tap. Kayla Harrison. Champion, Kayla Harrison! შემდეგი იყო რუსეთის წარმომადგენელი მარინა მახნატკინა. სხვათა შორის მარინა კაილასთან შეხვედრამდე 2018-ში ქართველ მებრძოლთან დამარცხდა გადაწყვეტილებით. ლიანა ჯოჯუ ამ სპორტსმენს შეხვდა სატიტულო ბრძოლით, დაამარცხა და გახდა Fight Night Global-ის ჩემპიონი, რის მერეც UFC-სთან გააფორმა კონტრაქტი. მარინამ კი PFL-ში გააგრძელა კარიერა და 2022 წლის 7 მაისს შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. მახნატკინამ კაილას სხვა მებრძოლებთან შედარებით მეტი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ოლიმპიელი მაინც დომინირებდა 3-ვე რაუნდში. თავისი პრესინგით, გდებებით და პარტერში მუშაობით მან რუს შანსი არ დაუტოვა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა მორიგი გამარჯვება. The fight comes to a close. Kayla Harrison! შემდეგი გაჩერება იყო კეიტლინ იონგი. კაილამ ამ სპორტსმენს ნახევარ რაუნდში მოუგვარა საქმე. მან ის ულამაზესი გდებით დააჭედა ოქტაგონში და მალევე იქვე ჩაქოლა. მშვენიერი საჩუქარი თავის საკუთარ დაბადების დღეზე. He'll step in and stop it. Harrison. So for my birthday, everyone went boxing. 2022 წლის მესამე შერკინება და მორიგი განადგურება. კაილა შეხვდა ჩეხეთის წარმომადგენელს მარტინა ინდროვას. მან ის პირველივე რაუნდში დააღწია და მოიპოვა ზედიზედ მე-15 გამარჯვება მარცხი გარეშე. Kayla Harrison, first round submission. დამეთანხმებით კაილა ნამდვილი მონსტრია, რომელიც არის პარტერში ნამდვილად შეუდარებელი. 15 ზედიზედ გამარჯვება თან ესეთ სერიოზულ ორგანიზაციაში, ესეთ შედეგით ბევრი ვერ დაიტრაბახებს. თუმცა ამავე წელს ჰარისონი მესამეჯერ შეხვდა ლარისა პაჩეკოს, წინა ბრძოლებში სულ ყველას გახსოვთ, რომ მან ეს მებრძოლი ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა. ამჯერად კი კაილა თანაბარ ბრძოლაში გადაწყვეტილებით დამარცხდა. სამაგიეროდ გოგოებმა ძალიან შთამბეჭდავი და უმაგრესი ბრძოლა გვაჩვენეს და PFL-ის ჩემპიონი შეიცვალა. ბრაზილიელი ახალი PFL-ის ჩემპიონი გახდა, კაილამ კი ერთი ბრძოლა კიდევ გადაწყვეტილებით მოიგო ამ ორგანიზაციაში და მოაწერა ხელი UFC-სთან კონტრაქტზე. სანამ კაილას UFC-ის ტრიუმფს გადავხედავთ, მოდით გავიხსენოთ ამანდა ნუნესის ლაშქრობა ამ ორგანიზაციაში, სადაც მან შეჭამა ყველა თავისი მეტოქე, გახდა 2 წონითი კატეგორიის ჩემპიონი და რაც თავარია, გახდა ყველა დროის საუკეთესო ქალი მებრძოლი.
ამანდა ნუნესის კარიერა UFC-ში დაიწყო 2013 წლის 4 აგვისტოს. მას 61 კილოგრამში დაუპირისპირდა გერმანელი შეილა გაფი. მაგ მომენტისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 25 წლის გოგონა რეკორდით 7 გამარჯვება და 3 მარცხი გახდებოდა ამ სპორტის ლეგენდა. ლაიონესამ რაუნდი ძალიან აგრესიულად დაიწყო. მალევე გადაიყვანა გერმანელი მიწაზე და ზუსტად 2 წუთში ბრუტალურად იდაყვებით დააფინიშა. ამანდას შემდეგი მეტოქე იყო ნიდერლანდების წარმომადგენელი ჟერემი დერანდამი. მომავალში ეს სპორტსმენი UFC-ის ჩემპიონის გახდება და ამანდას რევანშსაც აუღებს, თუმცა ამ მომენტისათვის მას ელოდა სრული ჯოჯოხეთი. ლაიონესამ ხანმოკლე წვალების შემდეგ მაინც მოახერხა მომავალი ჩემპიონის მიწაზე გადაყვანა, სადაც დაუნდობლად იდაყვებით იქამდე ამუშავებდა, სანამ საჯმა არ გააჩერა შეხვედრა. ეს იყო ნუნესის მეორე ბრძოლა UFC-ში და მეორე ტექნიკური ნოკაუტი. და 2014 წელი ამანდა ნუნესი ხვდება საპრეტენდენტო შეხვედრით კეიტ ზინგანოს. ანუ გოგოებს შორის გამარჯვებული პირდაპირ გავიდოდა საბრძოლად ტიტულზე ჩემპიონთან. და ჩემპიონი მაგ მომენტისათვის იყო რონდა როუსი, რომელიც იყო მაგ მომენტისათვის დაუმარცხებელი და წელზე ჰქონდა შემოხვეული ქამარი 4-ჯერ. მაგრამ სამწუხაროდ ამანდა დამარცხდა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მან პირველ რაუნდში დახარჯა მთელი თავისი ძალები და ეს იყო პირველი ფაქტორი მარცხის. და მართლაც პირველ რაუნდში ნუნესმა ნამდვილად გადაუარა ზინგანოს, მან პარტერში გადაიყვანა თავისი მეტოქე, ტრადიციულად იდაყვებით და მუშტებით ჩაკუჩა მიწაზე, მაგრამ მალევე დაიღალა. საერთო ჯამში კეიტმა მესამე რაუნდში დაამარცხა ამანდა ნუნესი მიწაზე ჩაქოლვით და მოიპოვა სატიტულო ბრძოლა რონდა როუზისთან. ნუნესმა გაანალიზა თავისი შეცდომები, პირდაპირ აღიარა, რომ პრობლემები ჰქონდა გამძლეობასთან და ძალიან ემოციურად მიუდგა ამ შეხვედრას და დაიწყო მზადება. და ეხლა იწყება განახლებული ამანდა ნუნესის გიჟური გამარჯვებების სერია, რომელმაც ის შეიყვანა დიდების დარბაზში. 7 თვიანი განწირული მზადების შემდეგ ლაიონესა დაუბრუნდა ოქტაგონს და 2015 წლის 21 მარტს შეხვდა შაია ბაზლერს. განახლებულ ამანდამ ზუსტად 2 წუთში გაანადგურა თავისი მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით და ამ დღის მერე ის გახდა უკონკურენტო. ნუნესის შემდეგი მეტოქე იყო დივიზიონის მეოთხე ნომერი სარა მაკმანი, ოლიმპიური პრიზორი თავისუფალ ჭიდაობაში. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მებრძოლი, რომელიც ამ შეხვედრაში იყო ფავორიტი. ამანდამ თავისი მეტოქე ზუსტად 3 წუთში დააფინიშა. რა თქმა უნდა, სარას მიზანი იყო ლაიონესას მიწაზე გადაყვანა, თუმცა მას ეს პირველ მცდელობაზე არ გამოუვიდა. მეორე მცდელობით მან კი გადაიყვანა ნუნესი, მაგრამ ბრაზილიელი უპრობლემოდ ადგა. შემდეგ დარტყმების კომბინაციით წააქცია ის, პარტერში ტრადიციულად დალეცა და ყველასათვის მოულოდნელად ოლიმპიური პრიზორი დაარჩო. ამ გამარჯვებამ ამანდას ბონუსი მოუტანა და მან ყველას დაუმტკიცა, რომ ოლიმპიური პრიზორიც კი პარტერში ლაიონესასთან უძლურია. There's the toe! Amanda Nunes has done it! Amanda, the Lioness! 2016 წლის 5 მარტს ამანდა ნუნესი ხვდება ამ სპორტის მომავალ ლეგენდას ვალენტინა შევჩენკოს. იმ მომენტისათვის ნუნესი იკავებდა რეიტინგში მეოთხე ადგილს. შევჩენკო კი ახალი იყო, ეს იყო სულ რაღაცა მეორე ბრძოლა მისი UFC-ში. ვინც არ იცის, საერთო ჯამში ნუნესაც და შევჩენკოსაც UFC-ში 11-ჯერ აქვს წელზე ქამარი შემოხვეული. ამით შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ, მაგრამ ნუნესი მაინც უკეთესი არის, იმიტომ რომ მან მოახერხა 2 დივიზიონში ჩემპიონობა და თან პარალელურად ამ 2 ქამრის დაცვა. დღესდღეობით ამანდა იძახის, რომ კაილაზე გამარჯვების შემდეგ მე მესამეჯერ შევხვდებიო თეთრ სახლშიო ვალენტინა შევჩენკოს. დიახ, ეს მებრძოლები ერთმანეთს 2-ჯერ უკვე შეხვდნენ და მოდით დღეს ვნახოთ მათი პირველი ბრძოლა. From the MGM Grand Garden Arena, Nunes and Shevchenko. And here we go. ამ ვალკირიების პირველი რაუნდი იყო თანაბარი. ამანდა დისტანციიდან აქტიურად მუშაობდა, ვალენტინა კი ეფექტურად უტევდა კონტრდარტყმებით. რაუნდის ბოლოს კი ნუნესმა შევჩენკო მიწაზე გადაიყვანა, სადაც რამოდენიმე წამი აკონტროლა და ამის მეშვეობით ეს ბრძოლის მონაკვეთი მცირე უპირატესობით თავის სასარგებლოდ დაასრულა. Nicely done with the nicely done by Shevchenko.
თუ პირველი რაუნდი იყო თანაბარი, მეორეში ნუნესი კითხვების გარეშე დომინირებდა. მართალია თავიდან დგომში ვალენტინა უფრო აქტიური იყო, თუმცა ნუნესმა ის მიწაზე გადაიყვანა და რაუნდის ბოლომდე იდაყვებით პარტერში ამუშავებდა. ლაიონესამ ერთ მომენტში თავისი გასისხლიანებული მეტოქე რამის დაახრჩა, მაგრამ შევჩენკომ გაუძლო თავდასხმას და ომი გაგრძელდა მესამე რაუნდში. She's just got it on the jaw, but she's cranking on her neck. Tango is in a bad spot here. She's not tough for that little error. She was going for the rear naked choke. She made hop in Nunez's guard. Man, we just saw. დაიბრძოლის მესამე მონაკვეთში ყველას რომ ეგონა ამანდა ვალენტინას დააფინიშებდა, შევჩენკომ შემოატრიალა შეხვედრა. მან ბრაზილიელი პარტერში კარგად დაამუშავა, იყო უკეთესი დგომშიც და გამძლეობაშიც. ეს იყო ძალიან თანაბარი და სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც საჯების გადაწყვეტილებით ნუნესმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. Raise your arms. სანამ შევჩენკო და ამანდა ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევდნენ, დივიზიონში ბევრი რამე შეიცვალა. მოგეხსენებათ, მაგ პერიოდში რონდა როუსი იყო ნამდვილი UFC-ს დედოფალი. მან ზედიზედ 5 სატიტულო შეხვედრა მოიგო. აღსანიშნავი არის ის, რომ როუზიმ ყველა თავისი შეხვედრა ფინიშით დაასრულა. მაგრამ მისი ამ გამარჯვებების სერია მოკრივე ჰოლი ჰოლმსმა დაასრულა. თან დაასრულა მაქსიმალურად სასტიკად მეორე რაუნდში ნოკაუტით. მაშინ როუზი შეცდა, როდესაც გადაწყვიტა დგომში ჩხუბიდან მსოფლიო ჩემპიონთან კრივში. ჰოლი ჰოლმი გახდა დივიზიონის ახალი ჩემპიონი, თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდებოდა. 2016 წლის 5 მარტს ჰოლმი ტიტულის დაცვით მიშა ტეიტს შეხვდა. ეს იყო 5 რაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლა, რომელშიც მიშა ტეიტმა მოქმედი ჩემპიონის დახჭობა მოახერხა მეხუთე რაუნდში და გახდა ახალი დივიზიონის ჩემპიონი. დაი 2016 წლის 10 იანვარს მიშა ტეიტი შეხვდა ტიტულის დაცვით ამანდა ნუნეს UFC 200-ზე. თავიდან ამ ღონისძიებაზე მთავარი ბრძოლა უნდა ყოფილიყო ჯონ ჯონსის და დენიელ კორმიეს დაპირისპირება. თუმცა ჯონსმა როგორც ყოველთვის დოპინგ ტესტი ჩააგდო და ორგანიზაციამ მიშას და ამანდას სატიტულო შერკინება გახადა ივენთის მთავარი ბრძოლა. დაი შეხვედრა დაიწყო. მიშამ მალევე მოახერხა ტეიქდაუნის შესრულება, თუმცა ამანდა გამოძვრა და დაიწყო მოქმედი ჩემპიონის დგომში განადგურება. მან მიშას ჯებით ცხვირი გაუტეხა და იმდენ ხანს ურტყა დგომში, რომ გაუძლურებული ჩემპიონი დაეცა. ლაიონესამ ისარგებლა ამ მომენტით, დაახრჩო გასისხლიანებული ტეიტი და გახდა დივიზიონის ახალი ჩემპიონი. ნუნესი გახდა პირველი ბრაზილიელი ჩემპიონი UFC-ში, პირველი LGBT წარმომადგენელი, რომელმაც ამ შეხვედრის მერე კიდევ 11 სატიტულო შეხვედრა ჩაატარა. და ეხლა იწყება ყველაზე გიჟური გამარჯვებების სერია. წარმოიდგინეთ, მიშა ტეიტთან გამარჯვების შემდეგ ამანდა ნუნესმა კიდევ 11 სატიტულო ბრძოლა ჩაატარა და 11-ვეში შეხვდა ამ სპორტის ნამდვილ ლეგენდებს. პირველი ტიტულის დაცვაზე ლაიონესა შეხვდა ამ სპორტის ნამდვილ ლეგენდას რონდა როუსის. და ამ ბრძოლაზე მაქვს გაკეთებული კაი დოკუმენტური ფილმი, ვისაც გაინტერესებს მისი ყველა ბრძოლა, შეგიძლიათ მოძებნოთ ჩემ არხზე, ლინკს აქ წერაში დაგიტოვებთ. იქამდე კი გეტყვით, რომ ამანდა ნუნესმა ეს ლეგენდა ვერ იგრძნო. იმის მიუხედავად, რომ ნუნესი იყო მოქმედი ჩემპიონი უმრავლესობისთვის და პრესისთვის, ის იყო სპორტსმენი, რომელიც ხვდებოდა დიდებულ რონდა როუსის. UFC-ს ისე მაგრად ჭირდებოდა როუსის დაბრუნება, რომ მხოლოდ მას არ რეკლამირებდა. გარშემო ყველას ჯეროდა, რომ ლეგენდა დაბრუნდებოდა. ამის გამო ამანდა განრისხებული იყო. 2016 წლის 31 დეკემბერს UFC 207-ზე მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რონდა როუსი, ამ სპორტის ლეგენდა და ამანდა ნუნესი, მომავალი ყველა დროის საუკეთესო ქალი მებრძოლი. ნუნესმა თავისი მეტოქე 48 წამში გაანადგურა და საბოლოოდ დაანგრია რონდას კარიერა. საინტერესო ის არის, რომ ამანდამ ამ გამარჯვებაში $200,000 მიიღო. როუზიმ კი $3 მილიონი გამოიმუშავა და საბოლოოდ დაასრულა კარიერა MMA-ში.
იმის მერე რაც ვალენტინა შევჩენკო დამარცხდა ნუნესთან თანაბარ ბრძოლაში, მან ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო. შევჩენკომ ჯერ UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰოლი ჰოლმსი დაამარცხა, შემდეგ მეორე რაუნდში ხელზე მტკივნეულით დააფინიშა მომავალი ჩემპიონი ჯულიანა პენია. ამ ორ გამარჯვებამ შევჩენკო გახადა მთავარ პრეტენდენტად და რა თქმა უნდა ორგანიზაციამ ეს რევანში მალევე დაანონსა. გოგოებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ეს შესამჩნევი იყო პრესკონფერენციაზეც. თავიდან სპორტსმენები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ UFC 313-ზე, ლას-ვეგასში. თუმცა ბრძოლის დღეს ნუნესი შეხვედრას ჩაეხსნა, იმ მიზეზით, რომ თითქოს მას ქრონიკული სინუსიტი აწუხებს. დანა ვაიტი ამ სიტუაციის გამო გამწარებული იყო. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ექიმებმა ამანდას გასვლის უფლება მისცეს, თუმცა ნუნესმა მაინც უარი განაცხადა ბრძოლაზე. ფანატებმა ამანდა ამ საქციელის გამო მიწასთან გაასწორეს. შევჩენკომ კი ყველას მარტივად აუხსნა, რომ ბრაზილიელს შეეშინდა. 4 თვის შემდეგ სპორტსმენები მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს UFC 315-ზე კანადაში. ეს შეხვედრა ნამდვილად არ იყო რაღაც სანახაობრივი და სისხლიანი შეხაობა. ბრძოლა წააგავდა უფრო ჭადრაკის მატჩს, სადაც ორივე სპორტსმენი იყო გასული მკაცრი სტრატეგიით. ნუნესმა იცოდა, რომ ის შევჩენკოს ვერ გაუქაჩავდა გამძლეობაში, ამიტომ ინახავდა ძალებს, არ რისკავდა და 5 რაუნდის განმავლობაში ძირითადად იყო დაკავებული თავისი მეტოქის ფეხების დაცხრილვით. არც ვალენტინა რისკავდა, იცავდა თავს ნუნესის ლოუ-კიკებისგან და კონტრშეტევებში ძალიან დამაზიანებლად იკმინებოდა. ჩვეულებრივი მოყვარულებისთვის ეს იყო ძალიან თანაბარი შერკინება, მართლა ძნელი იყო გამოგერჩია რომელიმე. თუმცა დღემდე ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ამ დაპირისპირებაში შევჩენკომ გაიმარჯვა. საჯებს თამამად შეეძლო დაეწერათ ამ შერკინებისთვის ფრე, მაგრამ მეხუთე რაუნდში ამანდამ შევჩენკოს მიწაზე გადაყვანა მოახერხა და როგორც შედეგი საჯებიც გაიყვნენ და გაყოფილი გადაწყვეტილებით გამარჯვება მოქმედ ჩემპიონს დაუტოვეს. ამ დაპირისპირებაზე დღემდე საუბრობენ. ამ სპორტის ბევრი ექსპერტი თვლის, რომ შევჩენკომ გაიმარჯვა. თვითონ ვალენტინა კი იმ დღესვე ოქტაგონზე თქვა, რომ მას ორგანიზაცია უსამართლოდ მოექცა და სწორედ ამ დღის მერე შევჩენკომ შეცვალა წონითი კატეგორია და ლეგენდარული მემკვიდრეობა შექმნა 57 კილოგრამში, სადაც დღემდე მეფობს და არაპირებს თავისი გვირგვინის მიტოვებას. Decision to wrestle. It's interesting because before that, Valentina was Look at her face. Her nose is rose. Her nose is red from my punches. 2018 წლის 12 მაისს ამანდამ ტიტული დაიცვა რაკელ პენინგტონთან. ეს შერკინება შედგა ჩემპიონის სამშობლოში, ბრაზილიაში, ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. პენინგტონი UFC-ში 4 ზედიზედ გამარჯვებით მოდიოდა და იკავებდა რეიტინგში მეორე ადგილს. 2016 წელს მებრძოლის გამარჯვებების სერია ავტოსაგზაო შემთხვევამ გააჩერა. რაკელმა ამ ინციდენტში მოიტეხა ფეხი და დაიზიანა მხარი. თუმცა 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა და პირდაპირ სატიტულო ბრძოლით შეხვდა დივიზიონის ბუგიმენს. ნუნესი და პენინგტონი კაი ნაცნობები შეიძლება ითქვას მეგობრებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი არ აპირებდა უკან დახევას. ეს შერკინება ცნობილი იყო იმით, რომ ორივე სპორტსმენი იყო ლესბოსელი, პირველი UFC-ის LGBT სატიტულო დაპირისპირება. რაც შეეხება თვითონ შერკინებას, ეს იყო ცალმხრივი დომინაცია ნუნესის სასარგებლოდ. ის 5 რაუნდის განმავლობაში მეთოდურად ანადგურებდა თავის სულიერ ძმას. პენინგტონის მარცხენა ფეხი იყო გალურჯებული მწარე ლოუ-კიკებისგან, სახე და თვალები კი გასიებული. ნუნესმა თავის მეტოქეს მეოთხე რაუნდში ცხვირიც კი გაუტეხა, მაგრამ ამერიკელი მაინც არ ნებდებოდა. მეხუთე რაუნდის დაწყებამდე პენინგტონმა თავის მწვრთნელს გალიიდან მიმართა, რომ მეტი არ შეუძლია, მაგრამ მან იმის მაგივრად რომ გაეჩერებინა შეხვედრა, შეაგდო თავისი მოსწავლე უკან სასაკლაოში. ამანდამ გაუძლურებული მეტოქე, მეგობარი და თანამოაზრე არ დაინდო და ბრუტალურად ჩაქოლა ის თავისი მეორე ნახევრის თვალწინ. ეს იყო ნუნესის მესამე ტიტულის დაცვა.
აი 2018 წლის 30 დეკემბერს ნუნესმა უფრო მძიმე დივიზიონზე გაილაშქრა. მან მეორე კამრის მოპოვება 66 კილოგრამში განიზრახა, სადაც მეფობდა ნამდვილი ტერმინატორი ბრაზილიელი კრის საიბორგი. იმისათვის რომ მიხვდეთ თუ რამდენად სერიოზული მეტოქე ელოდა წინ ნუნეს, უნდა ვიცოდეთ ვინ იყო საიბორგი. ბრძოლის მომენტისათვის კრის 13 წლის განმავლობაში არ წაუგია. ის ფლობდა სამ უმსხვილეს ორგანიზაციის კამარს ქვემს ბუკწონაში. მან სამჯერ მოიპოვა ტიტული Strike Force-ის პრომოუშენში და თან ყველა სატიტულო შეხვედრა ნოკაუტით მოიგო. შემდეგ ინვიქტას ორგანიზაციას დაესხა თავს და იქაც სამჯერ გახდა ჩემპიონი. თან ყველა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. რა თქმა უნდა, ასეთი მონსტრით UFC დაინტერესდებოდა. ბრაზილიელმა მოაწერა ხელი კონტრაქტს და 2 წელიწადში მთლიანად გადაუარა დივიზიონს და სამჯერ მოიპოვა კამარი. საიბორგმა UFC-ში ყველა თავისი მეტოქე ნოკაუტით გაანადგურა. ერთადერთი მას მცირე წინააღმდეგობა ჰოლი ჰოლმსმა გაუწია. კრისი ლეგენდარული შუტე ბოქსის სკოლის წარმომადგენელი იყო, რომელთა ლოზუნგი იყო მოკალი ან მოკვდი. მასთან ოქტაგონზე გასვლის ყველას ეშინოდა. საიბორგი მზადებას მანიაკალური სერიოზულობით მიუდგა. მან ბანაკში ვალენტინა შევჩენკო დაპატიჟა, რომელსაც ნუნესთან 8 რაუნდი ჰქონდა თანაბრად ნაბრძოლი. ასევე საიბორგმა ბრაზილიიდან ჩამოიყვანა ანა მარია, ერთადერთი გოგონა, რომელმაც 2008 წელს ამანდა საბმიშენით დააფინიშა. კრის ნუნესის ფსიქოლოგიურად განადგურება სურდა. უნდოდა ეჩვენებინა, რომ მან ამანდას კოდი ამოხსნა. When I say stop, you stop. If you want to touch gloves, do it now. Let's do it. აი აქ კომენტარის ზედმეტია. ლაიონესამ ტერმინატორი ზუსტად 51 წამში გაანადგურა და გახდა პირველი ქალი სპორტსმენი, რომელიც ფლობდა UFC-ში 2 ტიტულს. ორი ტიტულის მოპოვების შემდეგ ნუნესი ისევ 61 კილოგრამში ჩავიდა, რადგან ამ დივიზიონში არ უნდოდა დაეკარგა კამარი და დაცვით შეხვდა მორიგ ცოცხალ ლეგენდას ჰოლი ჰოლმს. ჰოლი სერიოზული სპორტსმენია, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში, რომელმაც სამწონით კატეგორიაში მოიპოვა კამარი და კრივში 18 სატიტულო შერკინება მოიგო. როგორც კი ჰოლმსი MMA-ში გადმოვიდა, მან ზედიზედ 9 შერკინება მოიგო და სატიტულო დაპირისპირებით შეხვდა რონდა როუზის. სწორედ ამ ორთა ბრძოლამ გახადა მოკრივე მეგა პოპულარული, რადგან ჰოლი ჰოლმა აჩვენა ყველას, რომ რონდაც ჩვეულებრივი მოკვდავია. იმის გარდა, რომ ის კარგად მუშაობდა დგომში და ითვლებოდა ქალებში საუკეთესო მოკრივედ, ჰოლმსი იყო ცნობილი თავისი მკვლელი ჰაიკიკით, რომელთაც მან არაერთი მეტოქე დალეცა. თავიდან შეხვედრა იყო თანაბარი. სპორტსმენები არ ჩქარობდნენ და მიყვებოდნენ გაწერილ გეგმას, მაგრამ რაუნდის მიწურულს იმ მომენტში, როდესაც ყველა იყო დარწმუნებული, რომ შეხვედრა მეორე რაუნდში გაგრძელდებოდა, ნუნესმა უძლიერესი ჰაიკიკით დააგდო ჰოლმსი და სანამ საჯი გააჩერებდა შეხვედრას, რამოდენიმე დარტყმით წერტილი დაუსვა ლეგენდარულ მოკრივეს. ნუნესმა ამ გამარჯვებით მხარზე შემოირტყა ორი სხვადასხვა ეპოქის კამარი, ძველი და ახალი ტიტული. ამანდა ნუნესმა თითოეულ თავის მეტოქეს წაართვა ის, რითიც ისინი ყველაზე მეტად ამაყობდნენ. რონდას დიდება, დაუმარცხებლობა საიბორგს, ჰოლი ჰოლმი კი გათიშა თავისივე საფირმო ილეთით. 2019 წლის 15 დეკემბერს ამანდას სარევანშო ბრძოლით და ტიტულის დაცვით 61 კილოგრამში დაეჯახა ჟერემინ დერენდემის. ალბათ გახსოვს, გოგოები ერთმანეთს 2013-ში დაუპირისპირდნენ. მაშინ ბრაზილიელმა თავისი მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა. მის მერე დერენდემის არ წაუგია. მან ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, გახდა 66 კილოგრამში ჩემპიონი და უარი განაცხადა ტიტულის დაცვაზე კრის საიბორგთან. რის მერეც დაუბრუნდა 61 კილოგრამს, სადაც მოიპოვა დივიზიონის პირველი ნომრობა და შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. რაც შეეხება თვითონ ორთა ბრძოლას, რენდემიმ ამანდას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მას რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა დგომში, განსაკუთრებულად ნახტომში მუხლით დარტყმა და მეოთხე რაუნდში მახრჩობელის მცდელობა, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. ნუნესმა თავის მეტოქეს ნამდვილი მასტერკლასი მოუწყო მიწაზე. ლაიონესამ ქალების რეკორდი მოხსნა გდებებში. მან თავისი მეტოქე 5 რაუნდის განმავლობაში 8 ჯერ გადაიყვანა მიწაზე, სადაც აკონტროლებდა და ძალიან
სამაზიანებლად მუშაობდა Ground and Pound-ში. როგორც შედეგი კიდევ ერთი ტრიუმფი გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. Grappling, there's a nasty elbow. We'll see if she can just get up. Right. Well, it took 25. Amanda, the Lioness, ამ ბრძოლის მერე ნუნესი ისევ ავიდა 66 კილოგრამში, სადაც ჰქონდა დასაცავი ტიტული და შეხვდა კანადელ მებრძოლს ფელისია სპენსერს. ამანდა გახდა UFC-ის ისტორიაში პირველი და ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ფლობდა 2 ტიტულს და ახერხებდა ერთდროულად ორივე კამრის დაცვას. კანადელი მებრძოლი კი იყო ყოფილი Invictus Promotion-ის ჩემპიონი, რომელსაც ჰქონდა კარიერაში მხოლოდ 1 მარცხი, ისიც გადაწყვეტილებით კრის საიბორგთან. ამ შეხვედრას შეგვიძლია უწოდოთ სამმხრივი დომინაცია. ნუნესი უკეთესი იყო დგომში და მიწაზეც. ის თავის მეტოქეს კაპის გავარდნამდე ამუშავებდა. ფელისია უკვე მეორე რაუნდში იყო გასიებული და გასისხლიანებული. საჯი ერთ მომენტში იძულებული იყო შეხვედრა გაეჩერებინა იმისათვის, რომ სპენსერს სისხლი გაეწმინდა. მეოთხე რაუნდში ლაიონესამ კინაღამ დაახჩო თავისი ოპონენტი, მაგრამ გაისმა გონგის ხმა. ფელისია შეგვიძლია დამსახურებულად შევაქოთ ამ ხელა გამძლეობისთვის და თავდადებისათვის. ასეთ ჯოჯოხეთს ბევრი ნამდვილად ვერ გაუძლებდა. სპენსერმა კი ყველაფერს გმირულად გაუძლო და მიიყვანა შეხვედრა მეხუთე რაუნდის ბოლომდე. და ასე ნუნესმა დაიცვა თავისი ტიტული და გახდა ერთადერთი ადამიანი MMA-ის ისტორიაში, რომელმაც 2 წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონობა და პარალელურად ორივე კამარი დაიცვა. Honestly, I think for a man who Looks like they're going to do so after a win. Joe, that's the best person. Takedown. Where's she? Still trying to get Spencer out of there. Yet more history for the... Still the undisputed UFC featherweight champion of the world, Amanda! 2021 წლის 7 მარტს ნუნესმა ტიტული დაიცვა დივიზიონის ყველაზე მაღალ სპორტსმენთან, ავსტრალიელ მეგან ანდერსონთან. ეს შერკინება 66 კილოგრამში შედგა. ნუნესმა თავისი მეტოქე ზუსტად 2 წუთში დაშალა ნაწილებად და მოიპოვა მორიგი გამარჯვება ხელზე მტკივნეული ილეთით. ეს იყო ლაიონესას ზედიზედ მე-12 გამარჯვება. UFC featherweight champion of the world, Amanda, the Lioness. 2021 წლის 12 დეკემბერი დღე, რომელიც ნუნესის გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ. 66 კილოგრამში ტიტულის დაცვის შემდეგ ამანდა ისევ ჩავიდა 61 კილოგრამში, სადაც შეხვდა ჯულიანა პენიას. პენია იყო პირველი ქალი მებრძოლი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა Ultimate Fighter-ში და UFC-ში მოდიოდა რეკორდით 7 გამარჯვება და 2 მარცხი. ჯულიანა ძალიან თავდაჯერებული იყო და იძახდა, რომ ნუნესი მხოლოდ იმათ ხვდება, ვისაც მისი ეშინია. ამ სიტყვების გამო ამანდა ცოფდებოდა და ეძახდა მას შეშლილს. აღსანიშნავია, რომ ნუნესის შეხვედრისთვის არ იყო მზად. მას ახალი გადატანილი ჰქონდა კორონავირუსი და დაზიანებული ორივე მუხლი. ამიტომ ის სრულყოფილად ვერ ვარჯიშობდა, მაგრამ შეხვედრაზე მაინც გავიდა. ტრავმების მიუხედავად ამანდამ ძალიან აქტიურად დაიწყო შეხვედრა. მან ორჯერ მოახერხა პენიას წაქცევა დარტყმებით, ჰქონდა დახჭობის მცდელობა და როგორც შედეგი ამ ბრძოლის მონაკვეთში იყო უკონკურენტო. მეორე რაუნდი გოგოებმა დაიწყეს მწარე ჩეხაობით. ჯულიანა იყო პირველი მებრძოლი, რომელიც მწარე დარტყმების მერე არ ჩერდებოდა და შედიოდა დაუნდობელ ცვლაში. გოგოები გამწარებულები უნგრევდნენ ერთმანეთს სახეებს და ერთ მომენტში პენიამ წააქცია ამ სპორტის ლეგენდამ, მოექცა ზურგიდან და დაახრჩა. ამ ფინალს არავინ ელოდა, 2 დივიზიონის კოშმარი დამარცხდა. ჯულიანა პენია ახალი ჩემპიონია.
ამ მარცხის შემდეგ ამანდას თავისუფლად შეეძლო კარიერის დასრულება ან 66 კილოგრამში ქამრის დაცვა, მაგრამ მან რევანში აირჩია. ამერიკან ტოპ ტიმში 7 წლიანი მზადების შემდეგ ნუნესმა გადაწყვიტა წამოსულიყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დარბაზიდან და ჩამოაყალიბა საკუთარი გუნდი, Lioness Studio. ამანდას არ უნდოდა ვინმეს ენახა მისი ვარჯიში, ამიტომ ის იზოლირდა და დაიწყო მზადება თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რევანშისთვის მარტო. ნუნესმა გაანალიზა, რომ პენიამ ის დგომში ჯებებით დააზიანა, ამიტომ მან შეცვალა დგომი მარცხენა ხელზე. ჯულიანასთვის ეს იყო ნამდვილი სიურპრიზი, რადგან ის ემზადებოდა მემარჯვენე მეტოქისთვის. და ისტორიული რევანში დაიწყო. ამ შეხვედრაში ლაიონესამ უბრალოდ კი არ გაიმარჯვა, მან მაქსიმალურად სასტიკად იძია შური. ამანდამ სისხლი აიღო პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ნუნესმა UFC-ის რეკორდი დაამყარა ქალებში, მან პენიამ მხოლოდ ერთ რაუნდში 3-ჯერ გაუშვა ნოკდაუნში. საერთო ჯამში კი 5 ნოკდაუნი გააფორმა. ყოველ ჯერზე, როცა პენია ცდილობდა აქტიურობას, საპასუხოდ იღებდა უმძიმეს დარტყმებს. ჯულიანას გასისხლიანებული სახე სიმბოლო იყო იმისა, თუ რა შეუძლია განრისხებულ ლაიონესას. დგომში ოპონენტის განადგურების შემდეგ მან პენია მიწაზე გადაიყვანა, სადაც პარტერში იდაყვებით საშინლად დააზიანა. ეს იყო 5 რაუნდიანი ცალმხრივი სასტიკი და სისხლიანი დომინაცია ამანდა ნუნესის მხრიდან. ბრძოლის შემდეგ ჯულიანას პლასტიკური ქირურგის სასწრაფო დახმარება დასჭირდა ღრმა ჭირლობების გამო. პენიამ მართლა საოცარი გამძლეობა გამოაჩინა, ბოლომდე არ დანებდა, მაგრამ მისი მაგია სამუდამოდ გაქრა. ნუნესი კი ისევ გახდა 2 დივიზიონის ჩემპიონი და გამოაცხადა, რომ ლომიმ კვლავ ნადირობას იწყებს. რა თქმა უნდა, ასეთი ეფექტური რევანშის მერე ყველა ელოდა გოგოების მესამე დაპირისპირებას და ამ საკითხზე ორგანიზაციამ დაუყოვნებლივად დაიწყო მუშაობა. თუმცა ბრძოლამდე რამოდენიმე კვირით ადრე პენიამ ვარჯიშზე ნეკნები მოიტეხა და მის ნაცვლად ამანდას შეხვდა დივიზიონის მეხუთე ნომერი ირენ ალდანა, მექსიკელი მებრძოლი, რომელიც იყო ცნობილი თავისი მძიმე დარტყმებით. ნუნესისთვის ირენთან ბრძოლა არ იყო ომი ქამრისთვის, ეს იყო გამოსამშვიდობებელი ბოლო ცეკვა. ამანდა ოქტაგონში უკანასკნელად შევიდა, არა იმისთვის, რომ სამყაროსთვის რამე დაემტკიცებინა, არამედ იმისთვის, რომ გვირგვინი დაეტოვებინა იქ, სადაც მისი ადგილია, მიუწდომელ სიმაღლეზე. რაც შეეხება თვითონ შერკინებას, ნუნესი თავის მოკრივე მეტოქეზე უკეთესი იყო დგომში და რა თქმა უნდა, უკონკურენტო მიწაზე. ეს შეხვედრა 5 რაუნდს გრძელდებოდა. ჩანდა, რომ ნუნესი უკონკურენტოდ დომინირებდა და ალბათ ამიტომ მან თავისი მეტოქე არ დააფინიშა. თითქოს მაქსიმალურად ჰუმანურად უნდოდა დაესრულებინა თავისი კარიერა და ეს მას გამოუვიდა. საბოლოო ჯამში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ლაიონესამ გაიმარჯვა და დაასრულა თავისი შთამბეჭდავი კარიერა. ამანდა ნუნესი სპორტიდან წავიდა ორმაგი მოქმედი ჩემპიონის სტატუსით. ამავე წელს ის შეიყვანეს დიდების დარბაზში და დიახ, ის ყველაზე დიდებული მებრძოლია, რაც კი UFC-ის ისტორიას ახსოვს. მან უბრალოდ 2 დივიზიონის კამარი კი არ მოიპოვა. ნუნესმა რამოდენიმეჯერ დაიცვა თავისი ტიტულები და ამ გზაზე გადათელა ყველა მოქმედი და ყოფილი ჩემპიონი. იმ ღამეს, როდესაც მან ხელთათმანები ოქტაგონის სცენში დატოვა, სამყარომ დაინახა გლადიატორი, რომელმაც თავისი გამარჯვებებით მოიპოვა დამსახურებული თავისუფლება. მან იარაღი დაყარა არა იმიტომ, რომ შეეშინდა ან ბრძოლა დაეზარა. არა, მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ არენაზე აღარავინ დარჩა. აი ვინ არის ამანდა ნუნესი და რატო ითვლება ის საუკეთესო ქალმებრძოლად UFC-ის ისტორიაში. და წარმოიდგინეთ, ეს მებრძოლი 3 წლის მერე ბრუნდება და ბრუნდება სატიტულო ბრძოლით მოქმედ ჩემპიონთან. ახლა კი მოდით ვნახოთ, როგორ გახდა კაილა ჰარისონი UFC-ის ჩემპიონი. ნუნესთან შედარებით ოლიმპიური ჩემპიონი UFC-ში შემოვარდა რეკორდით 16 გამარჯვება, 1 მარცხი და მალევე მოიპოვა ორგანიზაციის ტიტული. ჰარისონის პირველი შერკინება UFC-ში შედგა 2024 წლის 14 აპრილს. მას დაუპირისპირდა ყველასათვის ნაცნობი კრივის მსოფლიო და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ჰოლი ჰოლმი. კაილა მთელი თავის კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა ან 70 კილოგრამში, ან 66-ში. ამიტომ არავის ჯეროდა, რომ წონის კლების მერე ის კარგად გამოვიდოდა 71 კილოგრამში, თუმცა ოლიმპიელმა გვერდში დაიყენა
კომპეტენტური დიეტოლოგები, კვალიფიცირებული მწვრთნელები და წონა ჩააბარა. და ის შეხვედრა დაიწყო. ჰარისონმა პირველივე წუთზე ულამაზესი გდებით გაშალა იპონზე თავისი მეტოქე და რაუნდის ბოლომდე მას პარტერში უშანსოდ ამუშავებდა. კაილას გიჟური დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მან მალევე გადაიყვანა ჰოლმი მიწაზე და ბრუტალურად დაახრჩო. ეს იყო ძალიან სანახაობრივი დებიუტი, რომელშიც კაილამ სერიოზული მესიჯი გაუგზავნა ყველა სპორტსმენს. Toyo Tires, official tire of UFC. Kayla Harrison has arrived in the big show. She submits Kayla. ჰარისონის შემდეგი მეტოქე იყო ბრაზილიელი კეიტლინ ვიერა. ის იყო სტილისტიკურად ძალიან პრობლემური მეტოქე, რადგან კარგად ერკვეოდა გრეპლინგში, იყო ძიუდოს და ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამრის მფლობელი, პლუს ამას ყავდა დამარცხებული ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან მიშა ტეიტი და ჰოლი ჰოლმი. ამ ბრძოლისთვის კაილას ჯანმრთელობასთან პრობლემები შეექმნა. მან ვერ გაიარა აკლიმატიზაცია, თუმცა ხელიდან შანსი არ გაუშვა, ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპრეტენდენტო შერკინება იყო. კაილამ შეხვედრა აქტიურად დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ თავიდან ბრაზილიელი ახერხებდა ტეიქდაუნების დაბლოკვას, ჰარისონმა მაინც მოახერხა მისი გდება და მიწაზე ბრუტალურად იდაყვებით დააზიანა. მართალია ჰარისონმა მცირე უპირატესობით მეორე რაუნდით თავის სასარგებლო დაასრულა, თუმცა სერიოზული დაზიანება მიიღო კლინჩი ბრძოლის დროს. ვიერამ ორჯერ მოახერხა კაილას დაზიანება იდაყვით, მაგრამ მოგებისთვის ეს არ იყო საკმარისი. საერთო ჯამში კი ჩანდა, რომ ჰარისონს აკლიმატიზაციასთან პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან მაინც მოახერხა მესამე რაუნდის თავის სასარგებლო დასრულება და როგორც შედეგი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მოიპოვა სატიტულო ბრძოლის უფლება. და ის სანამ კაილა თავის სატიტულო გზას იკვალავდა, ამანდა ნუნესთან მარცხის მერე ჯულიანა პენია დაბრუნდა. ის სატიტულო ბრძოლით შეხვდა პენინგტონს და ამარცხა ის გაყოფილი გადაწყვეტილებით და მეორეჯერ მოიპოვა ქამარი. ეს ნიშნავდა მხოლოდ ერთს, პენია და ჰარისონი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ სატიტულო ორთაბრძოლით და ასეც მოხდა. მებრძოლები ერთმანეთს შეხვდნენ UFC 316-ზე, სწორედ იმ დღეს, როდესაც მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაცვით დაახრჩო შონომელი. თავიდან პირველ რაუნდში გოგოები ფრთხილობდნენ, ზვერავდნენ ერთმანეთს და მუშაობდნენ დისტანციიდან. და აი მეორე ნახევრიდან ოლიმპიელმა გადაიყვანა ჩემპიონი მიწაზე და თითქმის რაუნდის ბოლომდე მას იქ აკონტროლებდა. გონგამდე რამოდენიმე წამით ადრე პენიამ პარტერიდან არალეგალური ფეხით დარტყმა გაისროლა, რის გამოც გაფრთხილება მიიღო და აი ასე დიდი უპირატესობით კაილამ პირველი რაუნდი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდი გოგოებმა დგომში დაიწყეს, სადაც პენია უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა კაილამ ისჯერ კლინჩი დაამშვიდა და მერე გდებით მიწაზე გადაიყვანა. რაუნდის ბოლომდე ოლიმპიელი პარტერში აკონტროლებდა და ანადგურებდა თავის მეტოქეს და აი რაუნდის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჰარისონმა პენიას ხელზე მტკივნეული ილეთი კიმურა გაუჭიმა და გახდა ახალი დივიზიონის ჩემპიონი. გამარჯვების შემდეგ კაილამ ოქტაგონზე ამანდა ნუნესი გამოიწვია. ის ამოვიდა, შედგა სტერდაუნდი და გარშემო ყველა დარწმუნდა, რომ ეს ისტორიული შერკინება შედგება. 3 წლიანი პაუზის მერე ორი დივიზიონის ლეგენდა ბრუნდება ძალიან ხმაურიანი ორთაბრძოლით. აი ასეთი ორი მონსტრი დაეჯახება ერთმანეთს 25 იანვარს საქართველოს დროით გამთენიისას მოხდება ეს შეხვედრა. იმედია ორივე მებრძოლი კარგად გაგაცანით. ყოველ შემთხვევაში მე ამას ვცდილობდი. პროგნოზები კიდევ თქვენთვის დამითმია კომენტარებში. არხის განვითარებისთვის, ვისაც სურს, დაარტყით ამ ვიდეოზე ლაიქი. მე კიდევ გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.